მოგესალმებით პატიჟამო კოლეგებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, პარადს. შეგვიძლია რომ დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, გვაქვს სამისი კვორუმი, დარიგებული არის დღის წესრიგი. ამავდროულად ბიუროს შემდეგ ჩვენ დაგვეწერა ერთი საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს განმავლობის შეტანის თაობაზე თამდებ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად შესაბამისად შემდეგ საკითხად დავამატოთ ეს საკითხიც დღის წესრიგში და ამ დათქმით უყაროთ დავამტკიცოთ ჩვენი დღის წესრიგი. მადლობა. მივყვეთ მაშინ თანმიმდევრობას და ბატონო გივი გთხოვთ წარმოგვიდგინოთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. მეორე მოსმენთ. თუ გნებავთ ბატონო გივი რომ მცირე განმარტება გააკეთოთ, ან უბრალოდ მივყვეთ განპროექტებს როგორც გნებავთ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. მე მგონი პუნქტობრივად რომ მივყვეთ ალბათ აჯობებს. დავიწყოთ ალბათ საარჩევნო კოდექსით. კარგით, მაშინ მივყვეთ პუნქტობრივად მუხლი პირველი საქართველოს ორგანულ კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მეორე მოსმენთ მუხლი პირველი პუნქტი პირველი უცვლელად მეორე პუნქტი უცვლელად მესამე პუნქტი ტექნიკური ცვლილებებია კი ბატონო მეოთხე პუნქტი უცვლელად მეხუთე აქაც ტექნიკური ხასიათის არის, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ განმარტებას საჭიროებს მე-17 პუნქტი მე-20 მუხლის მის P პუნქტში ადრე ეწერა ეს ეხება მაინც განმარტებისთვის რომ თქვათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ვინ არ შეიძლება აირჩეს და დაინიშნოს ეწერა რომ არჩევნების დანიშვნიდან იყო არის საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი და შესაბამისად ან შემოგვაქვს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ან და მისი წარმომადგენელი და რეალურად და ტექნიკურად გასწორდა იქ წინ პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო არის საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან და მისი წარმომადგენელი. კი ბატონო, მე-6 მე-6-შიც ანალოგიური ასე ვთქვათ დაზუსტება გვაქვს ეს ეხება საუბნელო საარჩევნო კომისიის წევრად ვინ არ შეიძლება აირჩეს და აქაც ანალოგიური დაზუსტება გვაქვს ტექნიკური ხასიათის. კი ბატონო, მე-7 უცვლელად მე-8 უცვლელად მე-9 ანალოგიურად უცვლელად მე-10 ესაც უცვლელად და მე-11-ში მე-11-შიც ანალოგიურად გვაქვს სწორედ იგივე ტექნიკური ხასიათის ცვლილება. მე-12 მე-12 უცვლელად მე-13-ც უცვლელად მე-14 აქაც ზე პუნქტის ზე ქვეპუნქტში ემატება ან წინსართი. კი ბატონო, კავშირებს მე-15 მე-15 უცვლელად მე-16 მე-16-ში მე-7 პუნქტი ეს არის გადმოტანილი 61 მუხლის მოქმედი კოდექსის 61 მუხლის მე-4 პუნქტი გადმოტანილი და შესაბამისად ანუ ლოგიკური იყო ამის აქ გადმოტანა, რადგან წილსხრის პროცედურებს ეხება ეს კონკრეტული მუხლი და შესაბამისად უკვე მე-17 პუნქტში, სადაც 61 მუხლზეა საუბარი, იქ მე-4 პუნქტიც დაემატება, რომ ამოღებულ იქნას. კი ბატონო. შემდეგი გადაინომრა სხვა ცვლილებები არის. კი, გადანომრა არის აქ ასევე. მე-17-ში როგორც გითხარით, მე-4 პუნქტი დაემატა როგორც ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მე-4 პუნქტმა გადაინაცვლა მე-60 მუხლის მე-7 პუნქტად. კი ბატონო, მე-18 უცვლელად მე-19 მე-19-ში გვაქვს შემდეგი მოცემულობა. რადგანაც 61 მუხლის მეორე პუნქტის G ქვეპუნქტში იყო რეფერირება
კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მუხლზე და რადგანაც ეს მუხლი პირველი მოსმენის დროსაც ეს პუნქტი გაუქმდა, ამიტომ მისი შინაარსის გადმოტანა ჩვენ გვჭირდება 77 მუხლში და ემატება პირველი პრიმა პუნქტი და შესაბამისად ეს არის B ქვეპუნქტი და A ქვეპუნქტში ხდება რეფერირება სწორედ პირველ პრიმა ქვეპუნქტზე. თორე ტექსტობრივად აბსოლუტურად იდენტური არის იმისა, რაც მოქმედში გვაქვს. კი ბატონო. მე-20 და ბოდიში სანამ მე-20-ზე გადავალთ, აქ ასევე გვაქვს G პუნქტი, სადაც პირველი მოსმენის დროს იყო მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებული, რომელიც სპეცუბანს ეხებოდა და სპეცუბანშივე რომ მოხდეს ხმების დათვლა და მეორე მოსმენის დროს ასევე უნდა ამოღებული იქნეს მე-7 პუნქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ესაც ანალოგიურად სპეცუბანში ხმების დათვლასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ამ ცვლილებებით შემოგვაქვს, რომ სპეცუბანშივე ადგილზე მოხდეს ხმების დათვლა და შესაბამისი ოქმის შედგენა. კი ბატონო. მე-20-სთან დაკავშირებით ცვლილება არა, მე-20-ზე არ გვაქვს, არც 21, არც 22, არც 23. 24-ში აქ 24-ში მეორე პუნქტში დაზუსტებული არის მერის არჩევასთან დაკავშირებით ასაკი და ცხოვრების ცენზი. კი ბატონო. 25 უცვლელად 26 უცვლელად 29 უცვლელად კი ბატონო მეორე მოხდანაც არაფერი სულება არ ყოფილა. კარგი, მადლობა. შემდეგი კანონპროექტი იარაღის ციხებს საქართველოს განსაზღვრების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. გამომდინარე ერთ პუნქტიანი გვაქვს რეალურად. ბატონო? ერთ პუნქტიანი გვაქვს რეალურად სულება ქვეპუნქტებად არის და აქვე პუნქტში აქ ცვლილება შედის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ იარაღის ტარების უფლების ჩამონათვალში ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული პირთა წრე, ვის აქვს აღნიშნული უფლება, როგორც ცენტრალურ დონეზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს არიან ჩამოთვლილი ამ მოცემულ კანონში. ასევე, ასე ვთქვათ, პირველი მოსმენის დროს თქვენ გახსოვთ, რომ CSKO-ს წარმომადგენლები ჩვენ დავამატეთ კონკრეტული დათქმით, რომ ეს 4 წლიანი ვადა უნდა იყოს, რომ ისინი კომისიის წევრები არიან და ასე შემდეგ. და გამომდინარე აი ამ ანალოგიიდან, რომ რადგანაც CSKO-ს წევრები დავამატეთ, ანალოგიურად USKO-ს წევრების იარაღის ტარებასთან მიმართებაში გვინდა, რომ ამ პრინციპით დავამატოთ და ეს ცვლილება შედის როგორც 90 მუხლის, ბოდიში მე-9 მუხლის მეორე პუნქტს ემატება n სეკუნდა ქვეპუნქტი, ასევე მე-3 პუნქტის ჩამონათვალს ემატება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არჩეული უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდა და უწყვეტად უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებთან. ანუ ანალოგიურია იმისი, რაც CSKO-ს წევრებთან არის დაკავშირებული. კი ბატონო. მადლობა. მეორე მუხლი უცვლელად. მესამე კანონპროექტი გვაქვს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანო კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი უცვლელად. მუხლი მეორე უცვლელად. და სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი უცვლელად. მუხლი მეორე ანალოგიურად უცვლელად. მუხლი მესამე ესაც უცვლელად. კარგით, კოლეგებო, ხომ არ გაქვს შეკითხვა, მოსაზრებები? არა, დაბარასხო. ასეთი არ არის. მადლობა ბატონო გიორგი, განხილულია. მადლობა. შესაბამისად, შეგვიძლია რომ ბატონო სანდრო, მოგესალმებით. მეორე მოსმენით განსახილველად რომ წარმოგვიდგინოთ DNM-ის მონაცემთა ბაზის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემოვალი სხვა კანონპროექტები, შეგვიძლია რომ მივყვეთ. მოგესალმებით, ბატონო არჩილ კომიტეტის წევრებს და საზოგადოებას. წარმოგიდგენთ DNM-ის მონაცემთა ბაზის შესახებ საქართველოს კანონს და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. ეს წინამოწვევის პარლამენტის ფარგლებში პირველი მოსმენით იქნა მიღებული, თუმცა გარკვეული საკითხები გადამუშავდა და უკვე მუხლობრივი განხილვის სათვალო თითოეულ ცვლილების შესახებ მოგახსენოთ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეიქმნას ერთიანი მონაცემთა
ბაზა, დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომლის მთავარი მიზანი იქნება დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და გამოძიება, ასევე დაკარგული პირების იდენტიფიცირება. ეს ბაზა იმუშავებს სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე და მონაცემები შევა როგორც იმ პირების, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩააბაროს დნმ-ის ბაზის, დნმ-ის მონაცემები, გარდა ამისა, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე აღებული დნმ-ის ნიმუშები, ასევე ბრალდებულების და მსჯავრდებულების მონაცემები. მადლობა ბატონო სანდრო, შეგვიძლია რომ დავიწყოთ მოხმობრივი განხილვა. დავიწყოთ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, მუხლი პირველი. მუხლი პირველი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. კი ბატონო, მუხლი მეორე. აქაც ტერმინთა განმარტებაა და უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მუხლი მესამე. მესამეს რაც შეეხება პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა ტექნიკური ცვლილება, მესამე მუხლი განსაზღვრავს ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებულ პირთა ჩამონათვალს, სავალდებულო იქნება ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, ამასთან დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები აქ ჩასწორდა აღებული ბიოლოგიური ნიმუშიდან. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენა გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ეს არის მესამე მუხლის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. კი ბატონო, მუხლი 4. მუხლს 4-ს რაც შეეხება პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა ტექნიკური ცვლილება, ასევე მუხლს დაემატა ახალი პუნქტი, მეხუთე პუნქტი. მეოთხე მუხლი განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშის აღების წესი, კერძოდ ნიმუშის აღების უფლებამოსილება აქვს დღევანდელ სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საფუძვლად დაწესებულება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. დააზუსტა, რომ გამოძიებისას საგამოძიებო ორგანო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულისთვის ინფორმაციის მიწოდებას ამ კანონით გათვალისწინებული წესით გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სამინისტროში ან ბიუროში გამოცხადების შესახებ. ეს არის მეხუთე პუნქტი, ახალი პუნქტი. ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი უნდა იყოს ბიუროში, სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი ან ბიუროს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მომზადებული თანამშრომელი. ნიმუშის აღებისას დგება ოქმი, რომლის რეკვიზიტებიც განისაზღვრება ამ მუხლით. ამასთან, პირველი მოსმენის შემდეგ დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვით ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შედგება შესაბამისი ოქმი. ეს არის ის საკითხები, რაც პირველი მოსმენის შემდეგ დაზუსტა. კი ბატონო, მადლობა. მუხლი 5. მუხლი პუნქტი შეეხება ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღებას. პირველი მოსმენის შემდეგ შევიდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება. მეხუთე მუხლით განისაზღვრება, როგორც გითხარით, განმეორებით ნიმუშის აღების საკითხი და განმეორებით არ აიღება ნიმუში, თუკი მეხუთე მუხლით განისაზღვრება, რომ ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება არ განხორციელდება თუ პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის რეგისტრირებული იქნება დნმ-ის მონაცემთა ერთიან ბაზაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნიმუში გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, ან და მისგან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა შეუძლებელი იქნება, ანუ თუ კი აიღეს ნიმუში და ვერ ესე ვთქვათ, შეიქმნა პროფილი, ამ შემთხვევაში განმეორებით მოხდება აღება, ხოლო თუ ერთხელ რეგისტრირებული ადამიანი, ამ შემთხვევაში განმეორებით არ ავიღებთ ამ მონაცემს, ან ტექნიკური ხასიათის საკითხია. კი ბატონო, მუხლი 6. მუხლი 6 უცვლელი სახით არის წარმოდგენილი ბატონო თავმჯდომარე. მუხლი 7. რაც შეეხება მუხლს 7-ს, ეს არის დაკორექტირდა პირველი მოსმენის შემდეგ დაკორექტირდა მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილი წაიშლება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადის გასვლის შემდეგ ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მოთხოვნის საფუძველზე. ამოღებულია მე-7 პუნქტი, რომელთაც განისაზღვრებოდა, რომ დნმ-ის მონაცემთა ბაზაში გენეტიკური პროფილის შენახვის ვადა აითვლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით დასახელებული ნორმის შინაარსს მოიცავს კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი. კი ბატონო. ასევე დაზუსტა კონკრეტულ დანაშაულითან მიმართებაში მეორე პუნქტში, მაგალითად განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ეს ჩადენის შემთხვევაში სიტყვები გასწორდა. კი ბატონო, მე-8 მუხლი.
მერვე მუხლი პირველი მოსმენის შემდეგ ცირე ტექნიკური ცვლილება განხორციელდა მერვე მუხლით განსაზღვროს გარდამავალ დებულებებს, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1 იანვრისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშების აღება განხორციელდება 2027 წლის 1 იანვრამდე. ამასთან 2025 წლის 1 იანვრამდე ბიურომ უნდა უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელება. გარდა ამისა, 2025 წლის 1 იანვრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის აღსრულებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების მიღებას. ეს საკითხები დაზუსტა. კი ბატონო. და მუხლი 9 კანონის ამოქმედება. ამ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, რომ მესამე მოსმენისთვის სამოქმედების ვადები კიდევ კი ბატონო, ხო. და შეგვიძლია რომ კომუნიკაციას გამართოთ, რომ შეგვიძლია მეორე მოსმენისთვის თუ მოვასწარით, იქნება კარგი რომ ეს ყველაფერი ასახული იყოს მეორე მოსმენისთვის. ამავდროულად ხო, დარჩეს შემდეგ კანონპროექტის განხილვის დროს. ვიტყვით, შემდეგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების თანასწორობაზე მუხლი პირველი. მუხლი პირველი მოსმენის შემდეგ დაკორექტი და წარმოქმნილი პროექტით კანონის პირველ მუხლს ემატება ახალი პუნქტი და სამხარაულის ბიუროს უფლებამოსილებას ემატება დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პირველი მოსმენის შემდეგ დაემატა, რომ ბიურო უზრუნველყოფს არა მხოლოდ დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებას, არამედ მის შექმნასაც. ეს საკითხი დაზუსტა. შემდეგი გვაქვს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობას. აქ ბევრი ცვლილებები გვაქვს დეტალურად. ესე თქვა, წელი კანონპროექტი გამოგვივიდა ბატონო თავმჯდომარემ და ვეცდები, რომ პუნქტობრივად გავყვეთ გარკვეული საკითხები დაზუსტა, დაკავშირებულია როგორც დნმ-ის და თვითსანაბეჭდებთან დაკავშირებით, ასევე სხვა ორგანიზაციულ საკითხებთან, რომელიც პრინციპების დონეზე თავის პირველი მოსმენის შემდეგ მიღებული იყო, თუმცა გარკვეული საკითხების დაზუსტება მოგვიწია იმ პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. თქვენის ნებართვით მუხლობრივად მოგახსენებთ. დიახ, მადლობთ ბატონო სანდრო, ჩვენ იდეაში ქონდა კომუნიკაცია აქტიური. ისთვისაც მადლობას ვეთქვი კომიტეტის აპარატსაც, თქვენს თანამშრომლებსაც, თითოეულს, რომელიც ჩართული იყო დამუშავების დროს, იმიტომ რომ ქონდა აქტიურად განხილვა ცვლილებებისა, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოქმნილ კანონპროექტში პირველი მოსმენით მიღებულში ქონდა ისედაც დელეგირების საკითხებთან და დისციპლინარ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, შემოთავაზებული ვერსია იყო, განხილვების დროს საჭიროება მოითხოვა, რომ სისტემურად გადაგვიხედა და მეტი სიცხადე შეგვეტანა იდეაში არსებულ საკანონმდებლო ბაზაში და დაგვეხვეწა მათ შორის მთელი რიგი საკითხები. მოდით მივყვეთ შესაბამისად მუხლობრივად და მიღებულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებსაც ექნება შეაძლებლობა, რომ გამოთქვათ თავიანთი აზრი. კარგით, მუხლი პირველი, პუნქტი პირველი, რომელიც ახლა ვიმატება მოსმენას. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, ნამდვილად საკითხი, რომელიც პოლიციის კანონში მნიშვნელოვანი თემების დარეგულებას ეხება, მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხები უკვე რეგულირებული არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, როგორც არის გავლის წესი, დისციპლინური წესდება და ასე შემდეგ. თუმცა ვინაიდან მუდმივად იყო სხვადასხვა სასამართლო პროცესების განხილვის დროს და სხვადასხვა პირების მხრიდან საუბარი დელეგირების ფარგლებზე, ამიტომ ჩვენ თქვენთან შეთანხმებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უპრიანი იქნება, რომ რიგი საკითხები კანონის დონეზე დეტალურად გაიწეროს, ისევე როგორც გააჩნია მაგალითად სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, გააჩნია სხვა უწყებებს და ის საკითხები, რაც დაკავშირებულია სამსახურის ორგანიზებასთან, პირების სამსახურში მიღებასთან, მათ გათავისუფლებასთან ასე შემდეგ, იყოს კანონის დონეზე გაწერილი და უკვე ტექნიკური დეტალები დაზუსტეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, ცოტა შეიძლება გადაგღალოთ მუხლების, ასე ვთქვათ, შინაარსის საკითხით, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საბოლოო ჯამში ერთის მხრივ ინსტიტუციურ მდგრადობას და გამართულებას შეუწყობს ხელს. პირველი პუნქტი შეეხება პირველი მუხლის მესამე პუნქტში ცვლილებას და ეს ეხება პოლიციის კანონის გავრცელების საკითხებს. ამ კანონის მოქმედება გავრცელდება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სპეციალური წოდების მქონე პირთა საქმიანობაზე, ეს უკვე ჩამატებული შემდგომი ტექსტი არის, აგრეთვე სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეზე, შემდგომში სამინისტროს მოსამსახურე მისი სამსახურებრივი საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. ასევე პირველი მუხლის მესამე პუნქტის შემდგომ დაემატა მეოთხე პუნქტი და ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურებზე. აქ საუბარია მეხანძრე მაშველებზე, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებელი კანონი გააჩნიათ შესაბამისად და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში.
ამიტომ გადაფარვა არ იყოს ორ კანონს შორის, პოლიციის კანონი ამ შემთხვევაში აზუსტებს, რომ პოლიციელებზე გავრცელდება პოლიციის კანონი, ხოლო მეხანძრე მაშველებს, რომლებიც სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად არიან დასაქმებულები, მათზე გავრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი. ბატონო. დიახ, ბატონო. ეს მეხანძრე მაშველები პოლიციის სტატუსით ხომ არ არის? არ არიან. სამოქალაქო უსაფრთხოებით მაგრამ ეს დაზუსტება სამინისტროს სისტემაში დასაქმებულები არიან და მაგიტო დაგვრჩა დაზუსტება ბატონო თენგის. ნახეთ როგორ სიტუაცია პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობენ პოლიციელები, ასევე საჯარო მოსამსახურეები და არიან მეხანძრე მაშველები. სისტემატურად რო შევხედოთ. მეხანძრე მაშველებს აქვთ საკუთარი დამოუკიდებელი კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ. ეგ მესმის, მაგრამ უბრალოდ ეს კანონი ხო პოლიციელებისაც სიტყვებს ვამატებთ ბატონო თენგის. ნახეთ ჩვენ ჩანაწერს ვამატებთ, რომ მის სპეციალურ წოდებასთან და კიდე სხვა პირებზე და რადგანაც ეს სხვა პირებიც მათ შორის სისტემაში დასაქმებული პირები არიან, შესაძლებელია რომ ამ წარმატების გარეშე მეხანძრე მაშველებზეც პოლიციის კანონის გავრცელება არ გავრცელდეს მაგიტო ვაზუსტება. ხო, ვიღაცას გაჩნდა ეს საკითხი და რამდენიმე არ არის ჩვენი მიზანი რომ არ უნდა გავავრცელოს, სამისად შავით ერთად ძალსახად წერთ. ხო, ნუ ტექნიკის ამბავია. ბატონო თენგის ეს ძირითადად მართლა ეხება უფრო სისტემურად შინაარსობრივი მხარე არის. დიახ, კი ბატონო. ხო, ანუ ჩვენ რომ კითხვა რო არ გაჩვენდა ვინმეს რომ პოლიციის კანონი ხომ არ ვრცელდება მეხანძრე მაშველებზე, ამის დაზუსტების რომ მეხანძრე მაშველებზე ვრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების კანონი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენებზე, ვინც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, იქნება ეს პოლიციელი თუ საჯარო მოხელე თუ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ვრცელდება პოლიციის შესახებ კანონი. კი ბატონო, სხვა კითხვები თუ არ არის, მაშინ მოდი გადავიდეთ მეორე პუნქტზე. მეორე პუნქტში აქაც ახალი პუნქტი ჩაემატა, ეს არის მეოთხე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები ყალიბდება. კერძოდ პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე სამინისტროს სხვა მოსამსახურეები. ხოლო მეოთხე პუნქტი პოლიციელის ფიცის ტექსტს ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი. აქ ფიცის ტექსტზე იყო დაზუსტება მოხდა დათქმებიდან გამომდინარე. ბატონო, აქ არაფერი არ იცვლება, აქამდეც მინისტრი ამტკიცებდა ფიცის წესს, უბრალოდ საკანონმდებლო დონეზე გახდა ჩანაწერი გაკეთებული. შემდეგ მესამე პუნქტი. მესამე პუნქტი ეს არის მეხუთე მუხლის მეორე პუნქტს ვაყალიბებთ განსხვავებულად. ანუ აქ ცვლილება შევიდა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ანუ აქ დაზუსტება გაკეთდა ან და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აქ საუბარია გავლის წესზე, ადრე ეწერა საკანონმდებლო აქტით და ანუ ეს დაზუსტდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ეს არის რედაქციული ცვლილება. შემდეგი მეოთხე პუნქტი. მეოთხე პუნქტი შეეხება მე-16 მუხლის მეორე პუნქტის O და Ž ქვეპუნქტებს, რომელიც ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა შემდეგი O ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა O პრიმ ქვეპუნქტი, რომელიც ძველია და გულისხმობს დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნას და მის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რომელიც მინისტრის ბრძანების დადგენილი წესით განხორციელდება და დაემატა Ž ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით საინფორმაციო ბაზების, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემის, ნასამართობისა და მსჯავრდების შესახებ ბაზების წარმოება და აღნიშნულ ბაზებში მონაცემის დამუშავება ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრა პოლიციისთვის. ეს არის პირველი მოსმენის შემდეგ ჩაემატა, გულისხმობს იმას, რომ მაგალითისათვის თუ კი საზღვარზე ხორციელდება ბიომეტრიული მონაცემის დამუშავება, ამის პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი იქნეს კანონში განსაზღვრული. კი ბატონო. რაც ისედაც პრაქტიკაში ხორციელდებოდა, დაზუსტებას ექვემდებარება ბატონო თავმჯდომარე. პუნქტი 5. პუნქტი შეეხება მე-17 მუხლის, ეს არა ქვია, მე-17 მუხლის პირველი პუნქტს და ემატება L და M ქვეპუნქტები, რომელიც უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება მე-17 მუხლს, ემატება მე-4 პუნქტი. ეს არის სწორედ წეღარაზე როგორც აღნიშნე საზღვარზე იდენტიფიცირების საკითხი და დაზუსტა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავებით, აგრეთვე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვის, არალეგალურ მიგრაციის პრევენციას, აღკვეთას, მიგრაციისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულებას, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. ანუ ეს მეოთხე პუნქტის B ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციიდან, ძირითადად ემსახურება მიზანს, რომ ბიომეტრიული მონაცემის დამუშავება იყოს პირდაპირ კანონის დონეზე გაწერილი. ბატონო, მე-6 მე-6 მუხლის შეეხება მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილებას, კერძოდ ოქმის შედგენა არ იქნება სავალდებულო თუ პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებას განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებისას. ელექტრონული თუ იქნება შესაბამისად დიახ, ეს ელექტრონული ფორმით ხორციელდება მონაცემთა ბაზების შედარების საფუძველზე, შესაბამისად ახლა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში რომ ოქმის შედგენა განხორციელდეს, ჩათვალეთ რომ ძალიან რთული იქნება პრაქტიკაში გინახავთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეგულირების გარეშე გვაქვს თუ პირი გამოითხოვს, რა თქმა უნდა, მივცემთ ინფორმაციას და ამაზე სტომა იქნება. და ელექტრონულად აღირიცხება დრო, წუთი, წამი და ყველაფერი. მადლობა თოსადრო პუნქტი 7. მუხლის 7 ეს არის 36 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ ემატება ახალი შინაარსის მე-5 პუნქტი. ეს მოგეხსენებათ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაზღვრულია პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და ზოგადი ჩანაწერი იყო რომ მინისტრი ამტკიცებს გავლის წესს დელეგირების ესე თქვა ზუსტი ფარგლების განსაზღვრის მიზნით კანონში ზუსტდება რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის გავლის წესი მოიცავს პოლიციის ან და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურში მიღების თანამდებობაზე დანიშვნის ატესტაციის სპეციალური კონკურსის წოდების მინიჭების წახალისების დისციპლინური პასუხისმგებლობის სამსახურიდან დათხოვნების თანამდებობიდან გათავისუფლების პოლიციელთა ასაკობრივი შეზღუდვის პოლიციის და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამართლების სტატუსთან დაკავშირებული ნორმებს და სამსახურის ორგანიზაციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, ანუ დაზუსტა საფუძველი გავლის წესით, ასე ვთქვათ. ბატონო, ის საკითხები, რომელზეც ისედაც იყო ისედაც დღესაც რეგულირებულია და მოცულია გავლის წესით. გასაგებია, პუნქტი 8. მუხლი 8 არის უცვლელი ფორმით წარმოდგენილი და შეეხება სამინისტროში დასაქმებულ პირთა და კანდიდატთა ასე ვთქვათ მონაცემთა დამუშავების წესებს დაქტილოსკოპიის მიზნებისათვის. გასაგებია, პუნქტი 9. მუხლი 9 არის 38 მუხლთან დაკავშირებული ცვლილებები, კერძოდ მუხლს ემატება პოლიციაში სამუშაოდ არ მიღების ახალი საფუძვლები, კერძოდ პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება მათ შორის ხარდამჭერი პირი, უცხოელი საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, კანდიდატის შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების მქონე პირი, შედეგის ან შეფასების მქონე პირი, რომელიც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემი, პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ეს არის 38 მუხლის G T და I ქვეპუნქტები ჩაემატა ბატონო თავმჯდომარე. კი ბატონო, მე-10. მე-10 პუნქტი შეეხება 51 მუხლში ცვლილებას, ეს შეეხება პოლიციის ან და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნების გათავისუფლების წესებს. ამ შემთხვევაში 51 მუხლის კანონს ემატება გათავისუფლების საფუძვლები და კერძოდ გაწერილი არის თითოეული საფუძველი. თქვენ ისწრებათ ცოტა გრძელი მუხლი და ჩავიკითხავ. იდეაში ეს საფუძველი ბატონო სანდრო ზუსტად იგივეა, რაც ბრძანებაშია განსაზღვრული? დიახ, იდენტურია, თუმცა მოგვიწია გარკვეული საკითხების პენიტენციური კოდექსიდან შესახება, ბატონო თორნიკე არ გვიწევს იმედია, თავის დროზე ავტორი იყო ამ კანონის. შესაბამისად, აქ არის დეტალურად გაიწერა ის საფუძვლები, რითაც ხდება პირის გათავისუფლება სამსახურიდან, როგორც არის მაგალითად რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, წატების შემცირება, პირადი პატაკი, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა, ზღული ასაკის მიღწევა, წელთანამსახურების ვადის გასვლა, არასაპატიო მიზეზით 5 დღე სამსახურის გაცდენა, გამამტყუნებელი განაჩენი ან დისციპლინური გადაცდომა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, მოქალაქეობის შეწყვეტა, სხვა სამსახურში ან სამინისტროს სხვა დანაყოფში გადასვლა, ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისი მხრიდან მოვალეობის შესრულებას, ან და ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის თავის არიდება, უგზო უკროდ დაკარგვა, ქმედუნაროთან აღიარება,
არ მხარდამჭერად ცნობა, სამსახურში მიღებისათვის მოთხოვნების დარღვევა, ხანგრძლივი შრომის უნარობა, არადამოკმეფილებელი პროფესიული ჩვევები, პროგრამის გაუვლელობა, სპეციალური საგამართლო პროგრამის გაუვლელობა ან თავისარიდება, თუ კი პირდაპირ არის გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლება, გამოსაცდელი ვადის არადამოკმეფილებელი შედეგების გამო, გარდაცვალების გამო, ამ კანონითა და მის საფუძველზე ნორმატიული აქტით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია რომ ჩააბაროს ის მატერიალური ფასებულები, რაც მას ჰქონდა ესე ვთქვათ მიმაგრებული და დათხოვნის შემთხვევაში გადაწყვეტილებას როგორც მოგეხსენებათ იღებს მინისტრი ან ministris მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავლის წესიდან და სხვა კანონებიდან, საჯარო სამსახურის კანონი, პენიტენციურის კანონიდან გამომდინარე დაზუსტდა საფუძვლები, რაც ისედაც ნაწილი იყო, ნაწილი დაემატა. დიახ. გადაცდომა რომელი პუნქტია? ბოდიში ბატონ თენგიზ ვერ ადმინისტრაციული გადაცდომა რომელი პუნქტია? გადაცდომას გულისხმობთ სამართალ დარღვევას თუ ჩაიდეს პირი? კი. ამ შემთხვევაში ის იქნება დისციპლინური გადაცდომა, მე ცალკე დისციპლინური გადაცდომის სახეები გააჩნია და ის იქიდან გამომდინარე იმსჯელოს მე ეს იქნება შეუფერებელი საქციელია თუ სხვა ქმედება და იქიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას მინისტრი. ანუ ჩატარდება დისციპლინური საქმის წარმოება, შეისწავლიან თქვათ გადაცდომის ხასიათს. ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაცდომაზეა? ნებისმიერი შეიძლება იყოს დაწყების საფუძველი. თუმცა აი თქვათ მოძრაობის წესების დარღვევა. გააჩნია მოძრაობის წესების დარღვევას, თუ კი მაგალითად ნასვამობა არის, არა, მაგაზე არა. არა, მაგ შემთხვევაში ეს უნდა იყოს შეუფერებელი ქმედება პოლიციელის საქმიანობასთან. ეხლა ზებრა გადასასვლელზე გადავიდა და დაარღვია, ამის გამო სამსახურიდან ბუნებრივია, რომც გავათავისუფლოთ სასამართლო აღადგენს, ასე რომ არანაირი ესე ვთქვათ საჭიროება არ დგას. ეს არის შეიძლება იყოს დაწყების საფუძველი წარმოების, მაგრამ გააჩნია აქ შეიძლება დადგინდეს გადაცდომა, არ დადგინდეს, ან თუ დადგინდება ხარისხიც უნდა შეფასდეს და ასე შემდეგ. გააჩნია ალკოჰოლური დროების ქვეშ. ხო, მაგალითად თუ ნარკოტიკების მოხმარებაც ხო დაჯადი ქმედება, ამ შემთხვევაში პირდაპირ გათავისუფლების საფუძველია. თუ კი სიმთვრალე არის, ამ შემთხვევაში არჩევანი აქვს მინის სხვადასხვა სახდელების, მაგრამ შენიშვნას ვერ გამოიყენებს და ასე შემდეგ. განსხვავებული ხარ, ძალიან ბევრი დარღვევაა. ამიტომ ძირითადად გავდივართ შეუფერებელ ქმედებასთან. შეუფერებელ უფრო მეტ ნაწილში. გასაგებია. და თითოეულ კონკრეტული შემთხვევაში ცალ-ცალკე ინდივიდუალურად. დიახ, ინდივიდუალურად ხარისხის, მისი დამსახურების, პიროვნების და სხვა გარემოების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. კი ბატონო. მე-11 პუნქტი. მე-11 პუნქტი შეეხება 52 მუხს, ეს არის კადრების განკარგულებაში ყოფნის საკითხებს და განხორციელდა დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებები და პოლიციელთან ერთად მუხლის მოქმედება გავრცელდება სამინისტროს სხვა მოსამსახურეებზე, გარდა 17 ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, ამასთან მიეთითა, რომ პირის კადრების განკარგულებაში აყვანა უნდა მოხდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესით. კი ბატონო, მე-12. მე-12 პუნქტი შეეხებოდა ბატონო თავმჯდომარე 59 მუხში ცვლილებას, ეს ჰქონდა ინიცირებულ ვერსიაში და მთლიანად ხელახლა ჩამოყალიბდა. იდეაში ამ ცვლილებებმა გამოიწვია მთელი რიგი საკითხების გადახედვა. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო თავმჯდომარე. 59 მუხლი ითვალისწინებს პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისა და დანაშაულის ჩანდენის შემთხვევაში პასუხს აღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ კი დაკავებული პირი არის ამ შემთხვევაში პოლიციის სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად იხდის სასჯელს, ეს მოქმედი რედაქცია არის და მოქმედი ნორმები არის. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი და გადაცდომის სახეები აი წეგან ბატონმა თენგიზმა რაც იკითხა, ჩამოთვალეთ, ეს არის სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება, დაუგდოვარი დამოკიდებულება, უშუალო ზემდგომი ხელმძღვანელის კანონური მითითების ან და საქართველოს კანონმდებლობთან დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, ქონებრივი ზიანის მიყენება, ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა, ზნეობრივი ან და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისგან მიმართული უღირს საქციელი განურჩევათ იმისა სამსახურში ჩადენილი მის გარეთ თანამდებობრივი შეუთავსებელი საქმიანობა, შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტსა და რეპუტაციას, აზარტული ან და მონგებიანი თამაშობების, გარდა წამახალისებელი გათამაშების და მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე თამაშობაში, მათ შორის სისტემურ ელექტრონულ ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან და მონგებიან თამაშობაში მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევაში, თუ კი პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, აქ შემდეგი არის ორდერის გამოცემის საკითხები, ასევე ნარკოტიკების მოხმარების საკითხი, სატრანსპორტო საშუალებების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება, გენინსპექციის
თვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით გათვალისწინებული შესაძლო გადასტომის გამოვლენის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა. გარდა ამისა, ასევე გადასტომა იქნება თუ კი აზარტულ თამაშობაშია ჩართული და არ მიცემს კონკრეტულ მონაცემებს გადარიცხვასთან დაკავშირებით ან ნებართვას რომ გამოთხოვილი იქნეს ეს მონაცემები, ამ შემთხვევაში ეს გადასტომა იქნება ეთიკის კოდექსის დარღვევა, ფიცის გატეხვა, დისციპლინის წესის დარღვევა, ფორმის თანასწორობის წესის დარღვევა, კურსების გაუვლელობა ან თავისარიდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მონაცემების არასამსახურებო მიზნით გამოყენება, ციმციმების, ხმოვანი სიგნალების და სხვა აღჭურვილობის უკანონო გამოყენება ან დამონტაჟება, ასევე ავტომობილის მართვა დამუქებული მინებით და შუქანტარობის შეზღუდვა ან სხვაგვარად შეფერილი მანქანის მართვა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდებით განსაზღვრული სხვა დისციპლინური გადასტომები. ამ შემთხვევაში ცალკეულ გადასტომათა სახეებს, რომელიც დაკავშირებულია შრომის დისციპლინის დარღვევასთან ან ისეთი შეუფერებელი ქმედებასთან, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და რეპუტაციას, ესეც მინისტრის ბრძანებით განესაზღვრება. ხოლო თუ კი სხვა ქონებრივი ზიანი მიაყენა პოლიციელმა, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 თავით განსაზღვრული წესით იქნება გამოყენებული. ეს არის გადასტომები, აქაც დეტალურად გაიწერა გადასტომის სახეები, რაზეც მუდმივად აპელირება იყო სხვადასხვა სასამართლო დავების დროს. ბატონო, მე-13 მე-13 შეეხება დისციპლინურ წარმოებას და სახდელის სახეებს, აქაც რამდენიმე ახალი სახდელი დაემატა, კერძოდ ერთი დისციპლინური სახდელისთვის შეიძლება მხოლოდ ერთი სახდელი იქნეს გამოყენებული. დისციპლინური სახდელის სახეებია შენიშვნა, საყვედურის მოქმედი არის, ასევე სასტიკის საყვედური და სამკერდენელის ჩამოთვლილი, ესეც მოქმედი სახდელებია. დაემატა ორი ახალი სახდელი, ესეც ვისესხეთ ბატონი თორნიკესგან, არა უმეტეს 10 სამუშაო დღით ფულადის სარგოსა და ნამსახურების წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის დაკავება, ასევე ფულადის სარგოსა და ნამსახურების წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის 10-დან 50%-მდე დაკავება 1-დან 6-მდე ვადით. სპეციალური წოდების ერთსაფეხური ჩამოქვეითება, თანამდებობრივი ჩამოქვეითება სამსახურიდან დათხოვნა, როგორც წეგან აღნიშნა დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადასტომის შინაარსი და სიმძიმეს შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოები პოლიციელთან და სამინისტროს სხვა მოსამსახურეთა პიროვნება და დამსახურება. რაც შეეხება აზარტულ თამაშებში თუ არის ჩართული, ამ შემთხვევაში პირდაპირ გათავისუფლების საფუძველი არის და პირდაპირ კანონის დონეზე ეს იქნა, ასე ვთქვათ, ამოტანილი. გარდა ამისა, პირი, ვინც არის ჩართული აზარტულ თამაშებში, ვალდებულია რომ წარმოადგინოს საბანკო ამონაწერი ან მისცეს თანხმობა გენერალურ ინსპექციას, რომ მათ გამოითხოვონ ეს ინფორმაცია. თუ კი ამ ინფორმაციას დამალავს, ესეც იქნება მისი გათავისუფლების საფუძველი. გარდა ამისა, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ასევე თუ კი თქვათ კონკრეტული სასწავლო შეთანხმება არის გამოცემული, გაფორმებული, ასე ვთქვათ, და ამაზე თანხა იქნა გაწეული და მიატოვებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ესეც გათავისუფლების საფუძველია, როგორც გითხარით, აზარტულ თამაშებში ჩართვა გათავისუფლების საფუძველია, ნარკოტიკები და სასწავლო შეთანხმების დარღვევა. გარდა ამისა, თუ კი გამოიცა შემაკავებელი ორდერი და დადგინდა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ფაქტი, ესეც პირდაპირ გათავისუფლების საფუძველია პირისთვის. რაც შეეხება სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვას, შენიშვნის გარდა ნებისმიერი სხვა სახდელის გამოყენების საშუალება ექნება, როგორც არის საყვედური, სასტიკის საყვედური, დაქვეითება, ხელფასის დაკლება და ასე შემდეგ. ასევე დისციპლინური სახდელების შეფარდებისთვის და მოხსნილება აქვს მინისტრს ან მინისტრის მიერ სამინისტროს უფლებამოსილ პირს, აქ საუბარია შრომის დისციპლინის, ასე ვთქვათ, ელემენტარულ დარღვევებზე, ხდება დელეგირება, თქვათ, სხვა დანაყოფის ხელმძღვანელებზე და დისციპლინური გადასტომის სხვა სახეებს, შრომის დისციპლინის დარღვევის სახეებს, დისციპლინური წარმოების, პოლიციის ან და სამინისტროს სხვა მოსამსახურეთა დისციპლინის სახდელის შეფარდებისა და მისი მოხსნის წესს, დისციპლინური გადასტომის გამოვლენის, აგრეთვე სახდელის შეფარდების და მოქმედების ვადებს ამტკიცებს მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდებით. კი ბატონო, ხომ არ არის შენიშვნა მოსაზრებები, ასეთი არ არის. მუხლი 2 შეეხება, ასე ვთქვათ, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნის საკითხებს და ამაზე თქვენ ისნებართვით ბატონო თავმჯდომარე მესამე მოსმენისთვის ან ვეცდებით რომ მეორე მოსმენი პლენარულ მოსმენისთვის დავაზუსტოთ. კი ბატონო, მუხლი 3-ით შესაბამისად. აქაც ამოქმედების ვადებია და ამაზეც თქვენ ისნებართვით თავიტოვეთ უფლებას რომ დავაზუსტოთ. კი ბატონო, შემდეგი განპროექტი არის სისხლის სამართლის ბიუროს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს განსაზღვრების შეტანის თაობაზე. მუხლი 1. ცვლილებები არ შესულა. მუხლი 2. არ შესულა ცვლილება. შემდეგი საახსრულებელ წარმოებათა შესახებ საქართველოს განსაზღვრების შეტანის თაობაზე. პირველ მუხლში ცვლილებები არ განხორციელებულა. მუხლი 2-შიც არ განხორციელებულა ცვლილებები. უცვლელად არის წარმოქმნილი ბატონო თავმჯდომარე. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა ახსნილების წესსა და პრობაციის შესახებ საქართველოს განსაზღვრების შეტანის თაობაზე. უცვლელი სახით არის წარმოქმნილი პირველი მუხლი. მეორე მუხლი
72 და მესამე. აქაც არ არის ცვლილებები ბატონო თავმჯდომარე წამო. კი ბატონო. შემდეგი პენიტენციურ კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. ამ კანონს შევეხეთ და ბატონი თორნიკე არ გვიწყენს იმედია, მაგრამ პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა. კი ბატონო, არც მუხლი 2, არც მუხლი 3. არც მუხლი 2, არც მუხლი 3 შეცვლილი სახით არის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი. ხო, ამ შემთხვევაში ბატონო თავმჯდომარე, ესე იგი, მუხლი პირველი პუნქტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი, თუმცა მეორე პუნქტში განხორციელდა ცვლილება, მეორე და მესამე დაემატა, ხო ბატონო? დიახ, დაემატა, რაც გულისხმობს იმას და აუხსნის საჭიროებას ამ ცვლილების შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთადერთი უწყება, რომელიც გასცემს ცნობას ნასამართლობის შესახებ, თუმცა პრაქტიკაში ვინაიდან არ იყო პროცესში პირდაპირ ჩანაწერი, განაჩენი თუ კი არ იყო დაყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფების მხრიდან ეს განაჩენები არ იგზავნებოდა ჩვენთან და გვიწევდა ინდივიდუალურად გამოთხოვა თუ კი პირი დააყენებდა, ასე ვთქვათ, მოითხოვდა ცნობას ნასამართლობის შესახებ. სწორედ ამიტომ ჩდება საპროცესო კოდექსში ჩანაწერი, რომ ცვლილებების თანახმად განაჩენის ასლი აგრეთვე გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მჯავრდებულთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვის მიზნით. ეს არის 216 მუხლში შედის ცვლილება და მესამე პუნქტი რაც დაემატა, ეს არის 278 მუხლში ცვლილება და აქაც ცვლილების თანახმად განაჩენის ასლი აგრეთვე გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მჟავრდებულთა და გამართლებულთა ნასამართლობის ძებნის შესახებ ინფორმაციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ასახვის მიზნით. ანუ ეს არის სულთა პრაქტიკული საჭიროება იმისათვის, რომ უტყუარი მონაცემთა ბაზა აწარმოოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გავლილი არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოთგან და მათი მხრიდან შენიშვნები არ ყოფილა ამ საკითხზე. ესეც მინდა რომ დავაზუსტო. კი ბატონო, მუხლი 2. მაგაც ამოქმედების ვადები და ვიტოვებთ უფლებას რომ დავაზუსტო. კი ბატონო, იგივე არის. ოლეგებო და მართლმსაჯულების კოდექსი იყო ეს უკაცრავად. დიახ. აქაც უცვლელი სახით არის პირველი და მეორე მუხლები წარმოდგენილი. კი ბატონო, მეგონი დავასრულოთ ხომ ესე? ბოდიში რომ ძალიან გადაგღალეთ ამ როგორ კადრებად მნიშვნელოვანი ცვლილებები არის. თუმცა მეორე მოსმენის ფორმატი მოითხოვს ამგვარ დეტალიზაციას. ყოველთვის ათვართ ნაყოფიერი მუშაობისთვის, ჩართულობისთვის. მადლობა ბატონო სანდრო, მაგრამ მადლობა თქვენ. შენიშვნები მოსაზრებები არ აქვს. თქოთ, დაიგავთ. მადლობა. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის ყრებს საქართველოს განათლების შეტანის თავობაზე. გთხოვთ. რეგულ მოხდანკ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას. აღნიშნული კანონის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის უფლებამოსილების გადაცემა. დღესდღეობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უშუალოდ თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით ჩართულია საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულების კოორდინაციაში, რაც გულისხმობს საჯარო მმართველობის რეფორმას, თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ძირითად უფლებამოსილებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეტაპობრივად საჯარო სამსახურის ბიურო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად განიცდიდა ცალკეული ფუნქციების ჩამორთმევას. ეს ფუნქციები გახლდათ დეკლარირების ფუნქცია თანამდებობის პირების, რომელიც გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს, მოგვიანებით ასევე გასულ წელს შეტანილი ცვლილებით საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების ფუნქცია საჯარო სამსახურში და მისი დარეგულირებაც გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს და არსებითად საჯარო სამსახურის ბიურო დღესდღეობით არის ჩართული საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პროცესში, რაც როგორც აღნიშნეთ, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით ხორციელდება და ასევე მართავს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას, ეს არის ეგრეთ წოდებული HR-Gov.G, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურის მასშტაბით ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და მის ხელმისაწვდომობას. ამ გარკვეული ანალიზის შედეგად შეფასდა მთავრობის მხრიდან, რომ ბიუროს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირება აღარ არის საჭირო, ეს უკავშირდება როგორც ხარჯების ოპტიმიზაციას, ისევე თვითონ მნიშვნელოვან პროცესს, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას და მის უშუალოდ წარმართვას მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან და აქედან გამომდინარე ყველა ამ ფუნქციის გადმოცემა
გადაცემა გამოიწვევს საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას. ლიკვიდაცია კანონპროექტით გათვალისწინებულია 2025 წლის 1 აპრილამდე და მანამდე უნდა გატარდეს ცალკეული მოსამზადებელი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სალიკვიდაციო კომისიის შექმნას, სალიკვიდაციო კომისიის მხრიდან ბიუროს ბალანსზე არსებული ყველა მატერიალური და არამატერიალური აქტივის აღრიცხვას და გადაცემას და ამავდროულად საქართველოს მთავრობის როგორც ბიუროს უფლებამონაცვლედ განსაზღვრას და ბიუროდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ერთი თვის კომპენსაციის გადაცემას. კანონპროექტს ახლავს თან სხვა კანონებში ცვლილებები, რომელიც განპირობებულია თვითონ ბიუროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ჩანაცვლებით და ძირითადად ტრიალებს ამ ძირითადი თემის გარშემო, ანუ სადაც მითითებულია ცალკეულ მარეგულირებელ აქტებში ბიუროს უფლებამოსილებაზე, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაცია ამ ძირითადი კანონიდან გამომდინარე ხდება ბიუროს უფლებამონაცვლე, ხოლო ბიუროს უფროსის ფუნქციებს შეითავსებს შესაბამისად მთავრობის ადმინისტრაციის ხდება შესაბამისი ჩანაცვლება ყველა თანმდევ აქტში და სხვა განსხვავებული ამ ძირითადი კანონპროექტისაგან არც ერთ თანმდევ კანონპროექტში არ გახლავთ. კი ბატონო, შენიშნები მოსაზრებები ხომ არა გვაქვს? მადლობა ბატონო ვახტანგ, ერთი უნდა ვთქვათ, რომ განსხვავებული მოდელები არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პრაქტიკა გვაქვს ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ლოგიკური არის თქვენი დასაბუთების შესაბამისად, რომ ის უფლებამოსილებები, რაც ახლა დარჩენილი აქვს ბიუროს, ყველაფერი გადასული იყოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილში. კარგით, მადლობა, გთხოვთ რომ დაიკავოთ მადლობა. ერთად წარმოადგინოთ შესაბამისად ყველა ცვლილება და სათითაოდ აღარ დაგჭირდება კანონპროექტებზე საუბარი. ეს არის ძირითადი არსი, რა თქმა უნდა. დანარჩენი უკვე მეორე მესამე მოსმენის ფარგლებში შეგვიძლია განვიხილოთ. კოლეგებო, თქვენის ნებართვით კიდევ ერთ საკითხს მე წარმოგიდგენთ. ეს არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რომელიც თქვენთან ერთად კომუნიკაციის შედეგად შემუშავებული იქნა, დარიგებული არის. მადლობას გეტყვით ჩართულობისთვის. გვექნება ძალიან დატვირთული და ამავდროულად ნაყოფიერი წელი, ისეთი, როგორც ეს შეეფერება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სადაც საკითხები ყოველთვის უხვად გვაქვს ხოლმე და მათ შორის იქნება ისეთი საკითხების განხილული სხვადასხვა საკითხებთან, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხასიათდება განსაკუთრებულად და ჩვენ ყველანი ვიქნებით ამ ყველაფერს ჩართულები, განსაკუთრებით ჩვენი აპარატი იქნება, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით დღესა და ღამის განმავლობაში სრულად არის ხოლმე მთელი საკითხების მომზადებაში და მადლობა მათ ამისთვის კიდევ ერთხელ. შესაბამისად, შეგვიძლია რომ ჩვენ ამოვწურეთ საკითხების განხილვა, კოლეგებიც შემოგვიერთდნენ, შეგვიძლია რომ სათითაოდ უყაროთ საკითხებს კენჭი. პირველი საკითხი საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილების პაკეტთან, ვინ არის მეორე მოსმენით რომ უყაროთ კენჭი, მადლობა. მთავრობის მიერ ინიციატივის წესით წარმოქმნილი დნმ-ის მონაცემთა ფაილის სისხლებს სხვა ცვლილებებთან ერთად, ვინ არის მომხრე? მადლობთ. ანალოგიურად დაჩქარებული წესი მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე? მადლობა და შეგვიძლია რომ დავამტკიცოთ ჩვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმაც. ჭერს ხარს? მადლობთ. მადლობა კოლეგებო, მადლობა ყველას, სიყავით ჩართული დღევანდელი კომიტეტის საქმიანობაში. დაბადახურულია.